ქვემო ქართლის გუბერნატორი და პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეთანხმების საფუძველზე კი გადაწყდა, რომ თბილისი რუსთავის მიმართულებით გადაადგილება 1 ლარი და 20 თეთრი იქნება. რუსთავი თბილისის ხაზზე მგზავრობის ღირებულებამ გუშინ იმატა და ის 1 ლარის ნაცვლად ლარსა და 50 თეთრში ადგენდა. ჯერ კიდევ გასულ კვირას საქართველოს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულების შესაძლო მატებას კატეგორიულად უარყოფდა. ადგილობრივთა თქმით, ტარიფის ზრდა დამად ბიუჯეტზე უარყოფითა დაისახება. ასის განზდა შეეცადნენ ადამიანთა ჯგუფი, ეს ჰქონდა ჩვენ შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში მათთან და შევხვდით იმაზე, რომ ლარი ნახევრის ნაცვლად ეღირება ლარი და 20. რაც შეეხება ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ამ სფეროში იყოს კონკურენცია და შესაძლებლობა გქონდეს ბაზარს დაარეგულიროს და არა რამოდენიმე ადამიანს. ამას წვითავენ თვითონ ხაზების ფლობელები, რომლებიც 100%-იანი კერძო ფლობელობაში არიან მოიხსენებათ და სწორედ ამისათვის ჩვენ ვითხოვეთ პარლამენტში შევიტანეთ კანონ პროექტი და ვითხოვეთ მეტი უფლებამოსილება, რადგან მსგავსი საკითხები აღარ მოხდეს და სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი უფლებამოსილება მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. შევთანხმდით ყველა გადამზიდავები თბილისის მიმართულებით, რომ ხვალიდან ეღირება ლარი და 20 თეთრი. თუ საწვავი რაღაც გარკვეული რაოდენობით კიდევ მოიმატებს, ეს ემატება უკვე ეტაპობრივად და მივიდა უკვე ზღვარს გადავიდა, მაგრამ რა ვქნათ, აქ ვითვალისწინება და გათვალისწინება არის უბრალოდ იმ სტუდენტებზე, გზავრთა ნაკადზე და იმ მოსახლეობაზე, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ იყოს ლარი და 20, სანამ საწვავი კიდევ არ მოიმატებს.